აი ეს ორივე მხარე ნახეთ. აი ეს კიდეები ესე შემოვარეთ ვთვლებით ნამატის გარეშე. ასე იგი ყოველ რიგს შეუსაბამი ორი თვალი ნამატის გარეშე აი ესე. შემდეგ აქეთ მხარეზეც ხო? აი ესეთი გვაქვს ახლა ესეთი აი ეს გვერდითი ნაწილი ჩაკეტილი და ახლა ჩვენ სანამ მივაკერებდეთ, ვფიქრობ რომ ელვა უნდა მივაკეროთ და მე ახლა რაღაც ნაწილი, ესე იგი გარკვეული ნაწილი ელვის უკვე მივაკერე კიდეც, ნახეთ. ერთი მხარე მივაკერე. ახლა აქ დააკვირდით, აი საიდან იწყება მიკერება. აი ეს ბოლო ორნამენტი არ ეკერება ელვას, ასევე აი ეს აქეთ მეორე კიდეზე ხო ორნამენტი, აი ამას არ ეხებით. აი ფაქტიურად სადაც თქვენ გაქვთ აი ესეთი დაგრეხილი ესეთი უზორი, ხო? აი ამ ადგილას გჭირდებათ ელვის მიკერება და აი მიახლოვეთ ასეთი ზომის თუ გექნებათ ელვა, კარგი იქნება. ახლა მე ცოტა ესეთი მკვეთრი ფერის კი არის ჩემი ელვა, მაგრამ ახლა ჯეჯობით ესეთი ზუსტად ასეთი ფერის ვერ ვნახე და ეს რაც მქონდა ზომაში კარგად მიდის ამ ჩანთისთვის და ესეთი ელვა გადავწყვიტე რომ გავუკეთო. ახლა ნახეთ, ერთი მხარე უკვე მიკერებული მაქვს. ახლა მე ვფიქრობ, რომ ასე ჩაკეტი, ანუ ელვას კი არ გავხსნი, ესე. ჩაკეტილზე მივაკერებ, უბრალოდ ახლა იმის გამო, რომ ჩვენ ღია გვაქვს ეს ორივე კიდე, აი ჯერ არ გვაქვს მიკერებული გვერდითი ნაწილები, ეს ადვილია, რომ ესე მიაკეროთ, აი ჩაკეტილზეც და ეს უფრო, ესე ვთქვათ, კარგად გრძნობთ სათხართ, აი ესე. თუმცა მაინც მე გირჩევდით, რომ ფინძის თავებით დაამაგროთ გარკვეული მონაკვეთები მაინც. ახლა მე გავაკეთებ და თქვენს ესე ვთქვათ, მსგავსად გააკეთეთ შემდეგ. აი ახლა ნახეთ, აქ მიკერებას რაც შეეხება, გარედან ფაქტიურად აქ მე არ გამოვდივარ, აქეთ მწვანე მხარეზე არ გამოვდივარ, ამიტომ არაფერი არ ჩანს. აი ესე შედიხართ, აი თითქოს როცა შემოტეხვას აკეთებთ ხო, რაღაც ესეთ შარულის ან კაბის კიდის, აი ძალიან ესე არ განჭოლავთ, მოკლედ ისე უნდა მიამაგროთ, მიაკეროთ. აი ზედაპირულად ხო, აი მწვანე ნაწილს, აი ნახეთ. აი ესეა. ხო, ბოლომდე არ გავსულვარ, ესე არ გავდიოდი ხოლმე. ახლა მოდით აქ მივადოთ მეორე მხარე და ახლა აქ მე დამივარდა მე მგონი ქინძის თავი, აი ეს ქინძის თავი. რამოდენიმე ადგილას მაინც გირჩევთ რომ მიამაგროთ და მე უფრო ისე იქნება საიმედოდ, ანუ ძალიან უსწორმასწორო აღარ გექნებათ. აი ესე თქვათ შეგიძლიათ მიადოთ აი ეს აქ სადაც დაგრეხილი კიდეა და აქაც აი ეს კიდეები ნახეთ. აი ესე. მიახლოვით ესე. ეხლა იმის მიხედვით თუ კარგად აგაქვთ ორივე ნაწილი ხო მოჭიმვაც ზოგჯერ ხდება რომ ცოტა მოჭიმვა ზუსტად ერთი და იგივე არ არის, მაგრამ არ აუშავს მაინც. ახლა მე ვფიქრობ რომ აი ეს მხარე ცოტა უფრო ესე მაქვს ცოტა თავისუფლად უკანა მხარე და წინა ცოტა მოჭიმული ვფიქრობ აი ესე. გადავაგრძელოთ, აი ოდნავ არის სხვაობა, მაგრამ რას იზავთ ესე ხდება ხოლმე. აი ნახეთ როგორ დამაქვს დაწყებული, ცოტა ზემოდან მაქვს დაწყებული, ვიდრე ელვა ხო უკვე აღარ იკეტება, მაგრამ იქ მაინც მივამაგრე. ესე იგი, აი ესე ამაგრებთ ხო და აქ მე გავაკეთებ ახლა ესეც რომ დაემთხოს ცოტა ქვემოთ, აი ესე პირზე. ხო? და უბრალოდ დააფიქსირეთ რომ როცა დაიწყებთ მიკერებას რაღაც ნაწილი მაინც იყოს ფიქსირებული. აი ესე კიდევ ერთი რამოდენიმე მეგონი 4 ქინძის თავი საკმარისი იქნება. აი ესე. აქ შეგიძლიათ ჯერ კიდეები დაამაგროთ და მე უფრო სწორად მოძებნით დანარჩენ წერტილებსაც. ახლა აქედან იქით გამო აი ეს ჯობია წინიდან თუ გააკეთებთ. შემდეგ მე უკვე ქვემოთ ხო აი ცენტრი კარგი იქნება რომ
მოძებნოთ ცენტრი და აქაც ცენტრი, აი ნახეთ. ჩაღრმავებული ადგილი, აქეთ ჩაღრმავებული ადგილი და აი ეს ელვას შევსაბამეთ. ახლა მე ესე კი გამჭოლავ, მაგრამ ესე კი როგორც გითხარით, მიკერების დროს არ გამჭოლავ, მე ისე გაჩვენებთ, დავიწყებ და მე თქვენც უკვე მიხვდებით, როგორ უნდა მიაკეროთ. აი ეს, ой, ხედავთ ახლა აი მაშინ არ გავსულვარ. ელვასთან და მიაკავშიროთ აუცილებლად. აი ჩაღრმავებული ადგილი აქეთ და აქეთ. და თან ელვაც გჭირდებათ. აი ეს ადგილი ზუსტად. ესე და ისე გამოდით აი ეს. აი ეგ ცოტა თითქოს ისე მოჩვარულად არის, მაგრამ ანუ თავისუფლად ამოქვს ძალიან აქ და აქ უფრო მეტი, ესეთი თავისუფალი ესე თვლები თითქოს მეტია, მაგრამ არაუშავს, მაინც უნდა ჩავსვათ ეს როგორც საჭიროა. ეს რა თქმა უნდა, ახლა ესე ზუსტად ვერც მიამაგრებთ, ესე იდეალურად ზუსტად კინძის თავით, მაგრამ როცა აკერებთ, აი მაშინ მაქსიმალური ყურადღება არის საჭირო. აი ეს აქ მიახლობით ვანაწილებ, რომ ძალიან ისე წაძრული არ იყოს. აი აქაც განახოთ, აი აქ არის სადღაც და ეს მე მიახლობით ესე გვაქვს. ეხლა მე ვიყენებ ესეთ ძაბს, როგორიც მაქვს ელვა. აი ესეთ. ან ჩანთის ფერი გჭირდებათ, ან ელვის, მაგრამ ელვა იმდენად მკვეთრია, ჯობია ელვის და ფერი აიღოთ, ოღონდ ჩანთაზე არ უნდა გამოჩნდეს. ანუ არ უნდა განჭოლოთ, ისე უნდა მიამაგროთ, ხო? კარგით, ეხლა მოდით საიდან დავიწყოთ, საიდან ჯობია. ნუ ესე მე მგონი მოხერხებული იქნება ჩემთვის. აქ კარგია რომ შემიძლია გავშალო ეს, აი ნახეთ, მიკერებული არ მაქვს ჯერ ერთმანეთზე და მოდით მივახლოვებ. აი ეს თქვენც დაინახოთ ყველაფერი. და აი ესე მე დავჯდები ახლა. დავიწყებ ახლა მიკერებას და მე თქვენ მიხვდებით პრინციპს და თქვენც გააგრძელებთ და გააკეთებთ კარგად. მოდით ახლა უნდა მოხსნა რა თქმა უნდა ეს პირველი ნიშნული. ესე იგი. ხო, ეს ელვა მაინც მინდა რომ გავხსნა თითქოს, მაგრამ შეგულზე უფრო უკეთესად მიემაგრება. ეხლა ნახეთ, აი აქ სადაც, აი აქ მაგ ნახეთ მიმაგრება, ანუ მიახლობით იგივე ადგილას აქეთ. მოდით ჯერ გამოვიდან ძაბს. და აი სადაც პირველი გრეხილი გაქვთ, აი ეგ და აქ შეიტანთ. მაინც ფიქრობ, რომ გახსნა სჭირდება ელვას, იმიტომ რომ ხელით მინდა რომ მოვსინჯო, სად არის კარგად ჩასმული ეს ადგილი. აი ესე გვაქვს. შეიძლება ესეც ჩაკერვა, მაგრამ ფიქრობ, რომ ცოტა ეს არის იდეალურად თუ გინდათ. აი აქ. და ჯერ ბოლომდე ამოვიყვან და მე უკვე აი მწვანესთან ხედავთ როგორ ვაკავშირებ, ხო? აი ესე ზედაპირულად, აი ესე. არ გამჭვლა ბოლომდე. ნახეთ, აქეთ არაფერი არ ჩანს. შემდეგ, მოგეთ ასეც შესაძლებელია, ხა ფიქრობ, არ არის აუცილებელი რომ გახსნათ ელვა. ესე გაყვებით და მიაკერებთ, რომ შეგხვდებათ უკვე კინძის თავი, მოხსნით. სანამ მომდევნო კინძის თავამდე არ მიხვალთ. ეს ყველაზე მოხერხებულია, თორე წაძრული როცა არის, უკვე ჩანთის
შეგვისას ეს რაღაც ესე დეფორმაციებს გამოიწვევს ჩანთისთვის. ანუ ორივე მხარეს ხო ეს ორნამენტები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. აქაც შეგიძლიათ პრინციპში აი ნახეთ, სადაც ჩაღრმავება, აქაც ჩაღრმავება, ესე აი მაქსიმალურად რომ დაამთხვიოთ. აქ ჩაღრმავება ესეთი გარკვეული კლაკნილებივით იყო და ეს კარგია რომ დაამთხვიოთ. ახლა ნახეთ აი აქ მწვანეში, ესე იგი ჩანთის ნაწილში. ისე ელვაში. აი ესეთი პატარ-პატარა ბიჯებით მივდივარ, ხო? რომ კარგად მიეკეროს ყველაფერი. ეხლა აი ამ კინძის თავს მოვხსნი. ნახეთ, აი აქ ჩაღრმავება, აქაც ჩაღრმავება. ეს ვეცადოთ რომ ერთ ადგილას მოვახვედროთ. ხა ფიქრობ რომ ეს კინძის თავი ცოტა ქაჩავს. თლათ იდეალურად რთულია კინძის თავების ჩამაგრება და ჯობია აი მიკერებისას თან აკონტროლოთ. თუ გიშლით თქვათ, ეს შეიძლება და თქვათ მოხსნათ ეს კინძის თავი და უფრო იხემძვანელოთ აი ჩაღრმავების ადგილი, აქაც ჩაღრმავების ადგილს რო დაამთხვიოთ აი ეს. რო კარგი ის იქნება. შეფასება, საკმაოდ მიამაგროთ. ისე ხა მწვანეში. აი აქ უკვე ჩაღრმავების ადგილას ვარ და აი აქ ნახეთ, რაღაც ესეთი ვადაოთ ესეთი ადგილია. ფაქტიურად ფიქრობ, რომ კარგად მივდივართ მაინც. ახლა აქეთაც შეგახედებთ, სად არის ჩაღრმავების ადგილი. აი აქ არის ჩაღრმავების ადგილი. მიახლობით მანდ ვართ ახლა აქეთ. მოპირდაპირ მხარეს. აი ახლა ისე აი აქ. აი ესე. და ესე გაყევით ახლა ხო მე მგონი მიხვდით. აი აქ ნახეთ ჩაღრმავების ადგილი გაქვთ, აქაც ჩაღრმავების ადგილი. აი ესე როცა აკერებთ, აი ეს ორიენტაცია ამითი გააკეთეთ, რომ დაემთხვეს ერთმანეთს ეს ადგილები, მოპირდაპირეთ იჯდეს ელვის მიმართ, ხო? აი უკვე მივაკერე, ნახეთ ესე გვაქვს შეგამხარეთ პრინციპში ნორმალურად არის, არ არის ესეთი არაფერი. ანუ მწვანე ნაწილზე არ უნდა ჩანდეს არანაირი ესეთი კრემისფერი ძაფები, ხო? ესე უნდა გააკეთოთ. კიდევ ერთხელ, აი ეს უკანა მხარე, შიგა მხარე. ეხლა ფიქრობ, რომ მე ჯობია რომ მივაკეროთ ეს გვერდითი ნაწილები აი ამ ჩვენს ну ესეთ გვერდითი ნაწილია, ეს უბრალოდ გვერდითი ესეთი ლენტი, რომელიც უნდა ჩაუდგათ. და აქ ნახეთ, ეს მოვჭერი მე ორი წვერი იყო, ორი წვერი არ არის საჭირო, ერთი წვერი დავტოვე და მეორე უბრალოდ ესე და დავმალოთ მე ქსოვისას. ეხლა აი ეს ერთი წვერი თქვენი რაც დაგრჩათ, ეს უნდა გავატაროთ ნემსის ესე იგი ყუნწში ესეთი აი ესეთი ნემსი დაგჭირდებათ. პრინციპში არ აქვს ნიშნობა რომელი ნაწილი დაიწყებთ, ორივე მისაკერებელი გვაქვს. ეხლა აქ რაც მთავარია რომ ეს გამოიტანეთ კარგად, ეს ერთიანად რომ ესე იგი მიახლოებით 1.5-ჯერ, 2-ჯერ უფრო გრძელი გჭირდებათ. მე ხა არ მახსოვს, მეგონი 1.5-ჯერ გრძელი ავიღე ეს ძაფი, რაც დავტოვე რომ ამითი უნდა შემოუაროთ. ესე იგი, აქედან, ესე იგი ატყობ ხო? აი აქედან ზუსტად აი წვერიდან, სადაც ვარ, ეხლა მე კიდევ გადავალ ცოტა აი ამ კიდეზე და შემოუვლით და მოვალთ აი აქამდე. აი ესე არის საჭირო რომ შემოუაროთ.
ძალიან გადათეთრდა სულ. კარგი, და მეც ახლა დავჯდებით ან და ესე რომ შევხედოთ. ესე იგი, მე ახლა აი აქ ვარ, ხო, და ცოტა წინ გადავალ, ნახეთ. აი აქ ეს კუთხის ადგილია. და ეს მოდი დავმალოთ თან ეს ძაფის ბოლო, იმიტომ რომ რაღაც აქ არ არის ლამაზად, ჯობია რომ ჩავმალოთ, აი ცოტა პატარა თავიანი ყაისნაღია ვიღე, რომ უფრო ადვილად გავატარო. აქ გვერდით თვლებში კარგად ჩაიმალება. აი ესე. პრინციპი ძალიან გრძელიც აღარ გინდათ, აქ შეიძლება მოვჭრათ. ძაფის ბოლო და ეხლა აი ნახეთ, აი აქ ვარ ეხლა კუთხის თვალია, მაგრამ კუთხის თვალს მე ხა ვფიქრობ, რომ მაინც არ შევეხები და გადავალ კიდე უფრო აი ამ თვალზე, თუმცა ესეც შეიძლება. კარგით იყოს ეს და შემდეგი თვალი უკვე იქნება ნაკერში რომ მონაწილეობდეს. ეხლა აქ პირზე როგორ უნდა დავადოთ, ხო? აქ გახსოვთ, ხო? აქ არის ორი ფრთიანი ესეთი ნაკსოვი, ნაცნავისებური, აქეთ უკვე 1 2 3 4 ფრთაა. აი აქედან უნდა მივამაგროთ. აი საიდანაც იწყება უკვე აი ეს, ხო? აი ეს. ანუ ეხლა აქ თუ შეხედავთ ეს თვალი და ეს თვალი, ეს არის ფაქტიურად, ოღონდ აქ მოდით აი ესე პირზე. აქ ეხლა მე გავაკეთებ ესეთ სვლას, რომ ესე იგი აი აქ გვაქვს. აქ ამოვიტანე მართალია, მოდით მე მაინც ჩავიტან აი მომდევნო თვალში, ნახეთ, აი აქ. აი ამ ნაწილის, აი ამ თვალში ჩავიტან. და მხოლოდ ერთ კედელს დავაკავშირებთ ხოლმე, ნახეთ? ესე იგი. ხედავთ ხო, აი აქ იწყება პირველი ესეთი ფრთა, სადაც აი გამოსული ადგილია და აი ეს არის თქვენი პირველი თვალი ნამატის გარეშე, რომელიც უკვე აი ამის შემდეგ ნაკსოვს შესავება. შედიხართ აი უახლოეს კედელ, ანუ აქეთ შიგა კედელი, ხო, აი აქეთ რაც არის. Просто გარია, ეხლა ამას თუ შეხედავთ, გარე კედელია, ხო? აი აქ შევედი. და ეხლა აქ აი აქ, ნახეთ? აი ამ თვალში შევედი, ეხლა აქედან რო გადავედი და აი ეს გჯერდებათ. ამისთვისაც გარე კედელია. შემდეგ აი მომდევნო თვალის გარე კედელში აი ეს სპირალურად დავაკავშირებ. და აქ აი ესე და ეხლა მე აქ გახსოვთ რომ ფუძეზე ერთი თვალი მქონდა, ცოტა ესე სქემის მიხედვით არ გავაკეთე და ეს შეიძლება აქ ცოტა ოდნავ წაძრული გამომივიდეს ამის გამო, მაგრამ არ აუშავს. ეხლა მე ორი წვერით მაქვს ნაკსოვი, ხო გახსოვთ, ამიტომ აი თქვენ თუ ერთი აი ნახეთ, თითქოს ორ ძაფში შევდივარ, მაგრამ ეს არის ერთი კედელია, უბრალოდ ორ წვერი ძაფით არის ნაკსოვი. აი ეს, ეხლა ესე უნდა შემოვყვეთ, სანამ არ მივალთ აი ესეთ ადგილას მოპირდაპირე მხარეს, ხო? ხო, აი ესე მივამაგრებთ. ეხლა ნახეთ, ეს ადგილი, აი ეს უნდა შევიდეს აი აქ, ნახეთ, აი ესე უნდა ჩაჯდეს. და ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან განიერი ხომ არ იქნება, მაგრამ არა, აი ნახეთ, აი ეს ადგილი ამასთან არის, ხო, ელვასთან კავშირში. აი ეს ადგილი აი აქ უნდა შევიდეს და აქეთ კიდევ ეს ადგილი აი კიდიდან კიდეს არ უნდა გაცდეს, ხო? და აი აქ, კი, კარგად ჩაჯდება. და მე აქ უნდა მოგხსოვოთ ჩვენ, გახსოვთ ხო, გითხარით რომ ესე სახელურისთვის უნდა მოგხსოვოთ ესეთი შეგიძლიათ თვლები ნამატის გარეშე ან თვლები ნახევრად ნამატით უფრო სქელი ნაკსოვი გამოგივათ, ესეთი ნაკსოვი უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ ერთი წვერით მოვგსოვ და გავაკეთებ თვლებს ნახევრად ნამატით, რომ ცოტა სქელი გამომივიდეს და
ეხლა მე 5 გორგალი მქონდა თავიდან და ეს არ იყო საკმარისი, ანუ კიდევ ვიყიდე ერთი მე-6 კიდევ დავამატე, ამიტომ თქვენც რო გაითვალისწინოთ. ხა ზუსტად ესეთი ძაფი შეიძლება არ გქონდეთ, მაგრამ რაოდენობა ესე მე მოკლედ დამჭირდა 6 გორგალი. ორი წვერით ამაქვს ნაკსოვი, ეს გაითვალისწინეთ, ხო? აი ეს ეხლა ესე გავყვები მე და ესე იგი აქეთა ესე ჩანთის ტანი, აი ესეთი უკანა კედელია, ეს თუ შეხედავთ და აი გვერდითი ნაწილის კიდევ ასე თუ შეხედავთ, წინა კედელია, აი ეს ჩემი ხედიდან, ხო? აი ესე უნდა დავაკავშიროთ ეხლა შემოვყვეთ, თქვენს გააგრძელეთ და შეგხვდებით, აი სადაც უკვე დავასრულებ ამ მიკერებას. აი მე უკვე მოვედი, აი ესე შემოვარე, ნახეთ. ცოტა გავადიდებ კიდევ. აი ესე შემოვარე გარშემო, ხედავთ ხო, ნაკერს. აი ესე და მოვედი აი ამ ადგილას. ეხლა აქ თუ შეხედავთ თქვენ, საკმაოდ ესეთი ბოლო თვალში გირჩევთ, რომ რამოდენიმეჯერ შეხვიდეთ, რომ აქ კარგად დაფიქსირდეს. ეხლა მე ერთხელ აი ნახეთ სად მოვედი. ფაქტიურად ეხლა მე შემიძლია კიდევ ერთხელ შევიდე, ნახეთ, აქ ორი თვალი გაქვთ ხო, 1 და 2. აი მეორეში ფიქრობ, რომ არ შევსულვარ. აი აქ ნახეთ. მესამე უკვე არის, ასე ვთქვათ, თუმცა კუთხის თვალიც ქონდა ჩვენ, მოდით, კარგად შევხედოთ. ხო, არა, შესული ვარ, ნახეთ, ეს 1 თვალი, აი ეს თვალი ნამატის გარეშე, ეს მეორე თვალი, აი აქ არის, ნახეთ, ძაფია, ნახეთ, აი ეს. შევედი, ეს უკვე კუთხის თვალია. პრინციპში შეგიძლიათ კუთხის თვალის დააკავშიროთ, თუმცა იქით მხარეს არ დავაკავშირე, ამიტომ აქაც არ დავაკავშირებ და ანუ ეხლა უბრალოდ აი ბოლოს სადაც ვიყავი, აი აქ კიდევ ერთხელ აი ესე გავივლი ამ ორ თვალს კიდევ ერთხელ უფრო ესე კარგად დავაფიქსირებთ, აი ესე. ეხლა მე აქ ძაფი მოვრჩა, საკმაოდ დიდი ძაფი მოვრჩა. ხო, მაგრამ არ მოვჭრი ჯერჯერობით, იმიტომ რომ აი აქ მე მისაკერებლად დაგვჭირდება ეს. უნდა მივაკეროთ. ოღონდ იქამდე უნდა მოვხსოვოთ სახელურისთვის, მაგრამ ესე იგი ჩასააფენი, ხო? მაგრამ ეხლა მე რაც მინდა რომ გავაკეთო, ეხლა აქეთ მხარეზეც მივამაგროთ, ხო? ნახეთ, აქაც იგივე პროცედურა, ასე ვთქვათ, უნდა გავიმეოროთ და აი აქ თქვენ გექნებათ. მოკლედ როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გრძელი ძაფი იყო, მაგრამ ეს რო არ დაგაკლდეთ, მაინც 1.5-ჯერ მეტი გინდათ, ვიდრე ეს კონტურია, სადაც უნდა შემოგეროთ. აი ეხლა აი აქ, მოდით მე დავჯდები თან და აი ეს ძაფი უნდა დამალოთ და დანარჩენი უნდა ესე ვთქვათ, აი ეს ძაფი აქ შეგვიძლია გამოვატაროთ, უკანა მხრიდან ჯობია. ესე შევხედო, რომ კარგად ესე ეს ერთი წვერი, რომელიც ხო გითხარით, რომ ერთი წვერით გვინდა და იქ ორი წვერი ძაფი ქონდა, ამიტომ ეს მეორე წვერი შეგვიძლია უბრალოდ დავმალოთ და მოვჭრათ. აქ რა თქმა უნდა ძალიან მჭიდროდ არის ეს თვლები და მოდით იყოს კარგი, აქ მე დავმალავ, ცოტას მოვჭრით, საკმაოდ გრძელი არის მაინც ეს. და ესე იგი, ახლა ჩვენ იგივე რამეს გავაკეთებთ მეორე ხარისთვის. ანუ აქ ხედავთ ხო, დაფიქსირებული გაქვთ. აი ეს სადაც გეწყებათ, აი 4 ფრთა ხო? აი აქ შეხედეთ და აქ კი გვაქვს, ეხლა აი აქ გვაქვს დამაგრებული. ეხლა აქ ჩვენ გვინდა შევიდეთ იქ სადაც გაქვთ დასაწყისი. აი აქ შეხედეთ. ეს ორი თვალი არის ზემოთ და აი აქ უკვე, აი ნახეთ, პირველი, აი ეს არის. ეს თვალი გჭირდებათ და ერთი კედელი ხო, როგორც მეორე მხარეს ჩავკერეთ, ზუსტად ისევ ისე. აი ესე. აქ ეხლა აი აქ აი ეს გვაქვს
ეს თვალი. აქ ორჯერ შევიდეთ, მოდით. აი ესე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ და იქნება უფრო კარგი დამაგრება ამ ადგილას. ეხლა ეს ძაფის ბოლო უბრალოდ ის არის მოჭრილი, ხო? ორი წვერი ქონდა და ის არ მიაქციოთ ყურადღება. დანარჩენი ეხლა ესე ორჯერ გავიარე ერთ და იგივე წყვილში, თვლების წყვილში და შემდეგ ვაგრძელებთ, ხო? შემდეგი, აქაც შემდეგი. ასე შემოყვებით ასევე აი ეს მე რაც თქვი რომ ერთი თვალით ესე განსხვავებული მქონდა, მაინდა-მაინც არც ეტყობა და არ არის პრობლემა, მაგრამ ჯობდა რომ სწორი რაოდენობა გავკეთებინა, ხო? აი ესე შემოკერეთ ესე. ესე თითო კედელში აქედან ერთი კედელი, იქიდანაც გვერდითი ნაწილიდან ერთი კედელი და აი ესე შემოყევით. ფაქტიურად მზად გვექნება ჩანთა, დაგვრჩება მხოლოდ სახელურისთვის ნაკსოვის გაკეთება, რომ ცოტა გავასქელოთ სახელურის ესეთი ხა საკმაოდ ესეთია ხრელებია, ხო? ეს აღარ იქნება ეს ხრელები. კარგით, ესე გაყევით და შემოგერეთ. აი ჩვენი ჩანთა დაახლოებით ესე გამოიყურება. საკმაოდ დიდი ზომის გამოვიდა საბოლოო ჯამში. გვერდითი ნაწილი რომ მივაკერე, იქ რა თქმა უნდა თავის მოცულობას ესე ვთქვათ, კიდევ უფრო იღებს ჩანთა და საკმაოდ დიდი ზომის არის ესეთი მოცულობითია მოკლედ. შეიძლება ვთქვათ, ეხლა ვფიქრობ, რომ ერთი წვერით მოგსოვაც და უფრო ესეთი კომპაქტური ჩანთა გამოვიდო და ეს არის საკმაოდ მოცულობითი ახლა და ვფიქრობ, რომ შიგნით მაინც ითხოვს, რომ პლასტიკური ფირფიტა ჩაუფინოთ. ნახეთ, აი თუ გექნებათ უფრო გრძელი, აი ესე იგი სანამ სახელური იწყება, იქამდეც რომ ამოვიდეს პლასტიკური ფირფიტა კარგი იქნება ესეთი. მე ახლა ესეთი ძალიან გრძელი არ მქონდა და მაქსიმალურად ნახეთ, აი ძირს ცოტა ესე ზემოთ ამოდის. მაგრამ მაინც აქ ბოლომდე არ წდება პლასტიკური ფირფიტა, თუმცა უკეთესი იქნებოდა ესე რომ გამეკეთებინა. სარჩული კარგია თუ გააკეთებთ აი ესეთ არის ესეთი მასალა, თითქოს ტყავის მასალაა ხოლმე და ამას აკერებენ ხოლმე ეს. ამ შემთხვევაში, აი ამ ზომის შემთხვევაში კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ დრეკადია და ესეთია ცოტა, რაც უფრო დიდი ზომის ჩანთა გაქვთ, უფრო ესეთია დრეკადი, ამიტომ ითხოვს. და რა თქმა უნდა, ეხლა სახელურს კიდევ მივაკერებთ, აი სახელური გვაქვს საკმაოდ ესეთი ნაჩვენებიანი. ეხლა ამას ყველაფერს გაჩვენებთ. ეს სახელური ხედავთ, აი სადაც უკვე მხოლოდ ორი ფრთა არის, აი ეს ნაკსოვია, რაც სახელურს მიაქვს, ხო? დანარჩენი მიკერებულია უკვე. კარგით, ესე იგი. ეხლა დავიწყოთ და მოგსოვთ, ესე იგი, ეს სახელური. მე გამოვიყენებ ასეთ ერთ წვერ ძაბს და აი სნახს შესაბამისად პატარა ზომისას ავიღებ. აი ესეთი 2.23 მიასედი მილიმეტრი, აი ესეთი ზომის. ერთი წვერი ძაფით მინდა მოგსოვთ და მოგსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით, რომ ცოტა სქელი იყოს ესეთი ნაკსოვი. ეხლა იმის გამო, რომ ჩვენ ერთი წვერით გსოვთ, აქ რაოდენობა თვლების, ხო, აი სქემაზე შესაბამისად, ხო? ეხლა თქვენ ხვდებით, რომ ჩვენ სახელური გვჭირდება და სახელური იწყება, ნახეთ, აი ესე თუ შეხედავთ, აი ესე ჩავსვავ ეხლა ზუსტად. აი სადაც მხოლოდ ორფრთიანი ორნამენტები გაქვთ. აი ამის ზემოთ ეს ერთი ნახევარი და აი ამის ზემოთ ეს მეორე ნახევარი, ხო? ესენი შუაში ნაკერი ქონდა. აი ეს მონაკვეთი გვჭირდება. ანუ ეხლა მე აი აქედან დავიწყებ და აი ესე მოგსოვთ. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ მოგსოვთ ეხლა ერთი წვერი ძაფით, ამიტომ აი აქ თვლების რაოდენობა, ეს სიგანი აი ამ სახელურის უნდა მიაზომოთ. თუ თქვენ აიღებდით ეხლა ორ წვერ ძავს, მაშინ ზუსტად აი რა რაოდენობა თვლებიც აქ გქონდათ, ეხლა აი კონკრეტულად აი აქედან დავიწყებ, მე ნახეთ ცოტა განიერი ადგილიდან, იმიტომ რომ იქ უნდა მივაკეროთ, აი აქ უნდა მივაკეროთ. ამიტომ ეს ცოტა გაგანიერებულია და შემდეგ უკვე თქვათ ორი რიგის მერე მოუკლებთ გვერდებიდან, ხო? აი ეხლა ამ შემთხვევაში თუ ორ წვერს აიღებთ, ხო, თქვენ, მაშინ ოღონდ უნდა მოგსოვთ თვლებით ნამატის გარეშე. მე ერთ წვერს ვიღებ და ამიტომ გსოვთ თვლებს
ნახევრად ნამატით. და მე ცოტა მეტ რაოდენობა თვლებს ავიღებ, ვიდრე აქ მაქვს. აქ გვაქვს ახლა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 თვალი გაქვთ. აი ესე თუ იხელმძღვანელებთ როგორც აი ორი წვერი ძაფით ნაკსოვზე. მაგრამ მე მაქვს ახლა ცოტა ესეთი ერთი წვერი ძაფით, საკმაოდ ესე მეტი რაოდენობა მჭირდება. ესე თუ ორი წვერით გსოვთ და თვლებს ნამატის გარეშე გადაწყვეტავთ, ძალიან კარგი უზორი იქნება ესეც. უბრალოდ მე რატომღაც ესე უფრო თხელი შედარებით გადავწყვეტე, სიმძიმე ნაკლები ექნება, ხო, კიდევ ჩანთას. ხო, ამიტომ და თუ თქვენ ორი წვერით მოგსოვთ, აი 13 თვალი გჭირდებათ, თავისუფალი თვალი და მე ამაზე გსოვთ თვლებს ნამატის გარეშე თქვენ შემთხვევაში. ჩვენ მე ხა აქ რასაც მოგსოვ, ეს იქნება თვლები ნახევრად ნამატით და ამიტომ ერთი წვერი ძაფი მაქვს და ვიღებთ, ესე იგი, მოდით მე უბრალოდ მოგსოვ ახლა თავისუფალ თვლებს და დავაზომებ ჩემ ჩანთას, რომ აი ეს სიგანე იყოს კარგი სიგანე სახელურისთვის, ხო? მოდით მოგსოვ ახლა რამოდენიმე ესე თვალით მიახლობი და მე გეტყვით ზუსტად რა რაოდენობა თვლებს გადავწყვიტავ, ხო, რომ დავტო. აი ესე მაგალითად ახლა აი აქ შეხედეთ, აი აქ გაქვთ თქვენ. აი სადაც მიკერებულია, ესეთ აი ეს ძირითადი ნაწილი ჩანთის, ხო, გვერდით ნაწილთან. აი აქ, აი ფაქტურად აი აქ უნდა აქედან დაიწყოთ. ეხლა ნახოთ, დავადებ აი ესე, ზუსტად ჩდება. შეიძლება ცოტა კიდევ ერთი თვალით მეტიც. კარგად. ანუ ისეც არ უნდა გააკეთოთ, რომ ძალიან გადავიდეს, ჯობია ცოტა უფრო პატარა იყოს, ეს შიგა მხარეს მიეკერება, ხო? ვიდრე რომ გადავიდეს მთლიანად ნაკსოვზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგია. კარგით. აბა გადავთვალოთ ახლა რამდენი თვალი იყო ეს, ესე ზუსტად რომ გამოვიდა. ესე იგი 2 4 6 8 10 12 14 18 და 20 თვალი მაქვს. იყოს ეს 20 თვალი. ეხლა პლუს 2 თავისუფალი თვალი ბიჯის. ხო? და ეხლა ვიწყებთ, აი 2 ეს თვალი ბიჯის იყო და თვალი ნახევრად ნამატით. აი ეს ნაღიდან მესამე თვალში გამოდის ეს. აი ესე. აი ეს თქვენი ნახევრად ნამატით და აქ გააკეთეთ ნიშნული მაინც, რომ აი ეს 20 თვალი, ესე იგი, ორი რიგი უნდა მოგსოვოთ ასეთი. ნუ ორი რიგი ესეთია, ვფიქრობ, რომ შეესაბამება აი იმ ორი წვერით ნაკსოვს თვალს ნამატით, ხო? აი აქ გახსოვთ, ხო? თვლები ნამატით კონდათ, ანუ მაღალი რიგია. ეხლა 2x მოგსოვ, აი სადაც ფართო ესეთი რიგია. მე უკვე შემცირებას გავაკეთებ და უკვე უწყვეტ ასე ერთი და იგივე ზომისას, კიდე სანამ მეორე მოკლება არ დაგჭირდება იქამდე. ესე იგი, ეხლა გექნება თქვენ 20 თვალი ნახევრად ნამატით და ესე უნდა მოგსოვოთ. ვფიქრობ, რომ ეს ერთი რიგი, ეხლა რასაც გსოვთ და კიდევ მეორე რიგი. ასევე 20 თვალი ნახევრად ნამატით. ისე მაინც გირჩევთ, რომ თუ ჩემსავით ეს ერთი წვერით გსოვთ, ჯობია დააზომოთ ხოლმე ჩანთის სახელურს და ისე გსოვთ, ვიდრე ესე დარწმუნებულად შეიძლება მეტი რიგი დაჭირდეს, აი თქვათ, რომ მაინც ერთი წვერი ძაფი ცოტა პატარა ზომის თვლებს მოგცემთ. მიუხედავად იმისა, რომ აი თქვათ გსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით, მაინც ესე ვთქვათ, ჯობია დააზომოთ. კარგი, და ესე გავალ ახლა ამ რიგის ბოლოში. გავედი ბოლო თვალს გსოვ ახლა. აი აქ. მაინც გადათვალეთ ხოლმე, რომ შეამოწმოთ, რომ ნამდვილად ესე იგი თვლების რაოდენობა ესე 20 გაქვთ. აი ესე. და ეხლა მომდევნო რიგი ასევე 1 2 თავისუფალი თვალი გჭირდება თუ გსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით. თუ თვლებს ნამატის გარეშე გსოვთ, ერთი თვალია საკმარისი. კარგით, ესე იგი, აი ეს 2 ბიჯის იყო და აი აქ შედიხართ და ისევ თვლები ნახევრად ნამატით. სულ ასე გსოვთ თვლებით ნახევრად ნამატით, უბრალოდ
აი რამდენიმე რიგი მოგხსოვთ ეს 20 თვალი, ხო, ესეთი სიგანე. მერე შევამცირებ. ეს უკვე მეორე რიგია და ვფიქრობ, რომ ეს უკვე საკმარისი იქნება, რომ შემდეგი რიგიდან შემცირება დავიწყოთ. ანუ მოუკლებ აქეთ იქიდან. მოდით კიდევ დავაზომებ ახლა თან. ეს მნიშვნელოვანია, რომ ესე შეამოწმოთ. აი ნახეთ, ცოტა კიდე გადადის კიდეც მე მგონი. კარგით, აქ მოუკლებდი ახლა მე. აი ეს კარგია რომ დავაზომე. მოდით აქ მოუკლოთ ამ რიგში უკვე, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი რიგი გვაქვს, ეს კი ფართოა, მაგრამ თან კლებულობს თვითონ ეს რიგი უკვე. კარგით. ესე იგი, აქ მოგხსოვე ორი თავისუფალი თვალი და ახლა მოუკლოთ. აბა ნახეთ როგორ ამ თვალის ნაცვლად, აი გამოვტოვეთ უბრალოდ და აი შემდეგ თვალში, აი აქ. და აქ ჩავარჯობთ პირველ აი ამ ნიშნულს, აი ეს პირველი თვალი გექნება. ეხლა ჩვეულებრივ გააგრძელებთ და ბოლო თვალს, ესე იგი მოგხსოვთ როგორც ესე იგი ორი თვალი ერთად უნდა ამოვიყვანოთ და ჯამში გექნებათ, აი ეს მეორე რიგია, ხო, უკვე თვლები ნახევრად ნამატით რომ დავიწყეთ ქსოვა. ამ რიგში გექნება 18 თვალი უკვე, ხო, 20 ქონდა, აქედან ერთი მოვაკელი, კიდევ ერთს მოვაკლებ და გექნებათ 18 თვალი. მე კიდე დავაზომებ. შეიძლება კიდევ დაჭერდეს მოკლება. ანუ როგორც გითხარით, იმის მიხედვით თქვენ ახლა როგორი სისქის ძაფით გსოვთ, ანუ ორ წელს საკეთებთ თუ არა. აი როგორც ტანი მოგხსოვეთ, ხო, და ეს სახელური ჩანთის, თუ იგივე ძაფით აგრძელებთ, პრინციპში რიგი რიგს უნდა შეესაბამებოდეს. ერთი თვალი ნამატით, ეს არის ორი რიგი იგივე ძაფით, ხო? ნამატის გარეშე რომ მოგხსოვთ ორი რიგი. აი ეს ხა ჩემ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად გავირთულე ცოტა საქმე, მაგრამ არა უშავს. აი გავდეთ მომგვებელოში ვარ და აქ როგორც გითხარით, აი ნიშნულის თვალი და მის წინა თვალი ერთად უნდა მოგხსოვოთ. აი კი, აი ახლა უკვე ორი თვალი მაქვს და ნახეთ, ეს იგი ისევ თვალი ნახევრად ნამატით, ოღონდ აი აქ ჯერ ბოლომდე არ გამოვიტანე და ნიშნულის თვალიც და ახლა ერთად. აი ეს ცოტა გასქელებული კი გამოვიდა. ისე ორი თვალი ესე ბიჭისთვის. აბა ახლა კიდევ მოვაზომებ მე. ეს მნიშვნელოვანია. აი ესე. მე მგონი კარგად მიდის ახლა ნახეთ. აი აქ რომ მიეკერება, აი აქ. ახლა ვფიქრობ, რომ კიდე ხო არ მოვაკლო. ამდენად შევხედოთ. არა, შეიძლება უკვე ასე გავაგრძელოთ. აი ხა ვფიქრობ, რომ უკვე ესე გავაგრძელებ მე და ესე იგი მოტრიალდით და ვგსოვთ. ესე იგი, ახლა აქ კარგად დააკვირდით. ჩვენ მოვაკელით, მაგრამ აი აქ, ნახეთ, იქ უკვე შევდიხართ, სადაც აი ქვედა რიგის თვალი იყო. ესე და პირველ თვალზე გავაკეთოთ ნიშნული. ანუ თავიდანაც მოვაკელი, ხო და კიდევ ხო, აქედანაც მოვაკელი, აქედანაც მოვაკელი წინა რიგს, ხო? აი ესე. ეხლა აქ გვაქვს ესე იგი 18 თვალი უკვე. ასე მოგხსოვთ ეხლა სანამ არ მივალთ შემდეგ მოკლების ადგილზე. ანუ ეხლა ჩემ შემთხვევაში მე მაინც მივყვები და აი ჩანთაზე მოზომებით მოგხსოვ აი სისქეს ხო აი სახელურისას. ეხლა ჯერჯერობით აღარ მოვაკლებ მე უკვე. აი ნიშნულების ჩათვლით გავყვები და ვგსოვ და ვგსოვ. აი ბეც მოვაშორებ. აი ესე. ესე იგი, მოგხსოვოთ ხო, რიგები დავაგროვოთ. და თან მოვაზომოთ ჩანთას. გაითვალისწინეთ, რომ 18 თვალი გექნებათ ეხლა. თუ არ შეატყვეთ, რომ აი თქვენი ჩანთის სახელი უფრო ვიწროა, მაშინ მოკლებაა საჭირო, ხო?